დაიწყო? ვის როგორ მესალმებით? ბოლი მაქვს? თუ შეიძლება რომ ხელში ათამაშოთ ეს ჯგუფი. ჩვენი ახლობლის ძუძუ. ფეხზე ხდი დაიგრევა. ხელთიც კიდევ. ეტიკეტზე კითხვა არ მოსულა, კაი მე. არა, წაიკითხე კაცო ეტიკეტი. შემდგომი ფოტო არის ეს. დარვინმა მომწერა. რა გახმოცელეში ხوارვე. ამიტომ ნუტრიციოლოგია ჯობია. შეიძლება. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, წინა ვიდეომ გეოგრაფიის მასწავლებელი versus მოგზაურმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს არის დოკუმენტური კადრები გამოხმაურების, რაც გამოიწვია. შეგვიძლია არ გადაწყდა, ამიტომ 50 ლක්შად. ურმეს მადლობა. ხოდა სწორედ ამიტომ გავწყვეტ გადავიღოთ მეორე ნაწილი. ოღონდ ეს არ იქნება გეოგრაფიის მასწავლებელი versus მოგზაური, ეს იქნება ტრავმატოლოგი versus ნუტრიციოლოგისტი. ტრავმატოლოგი versus ნუტრიციოლოგი. რაში შეეჯიბრებიან? შეეჯიბრებიან ვინ უკეთ იცის ფსევდობიოლოგია. სანამ გადავალთ შაუთ-აუთი მინდა გავუკეთო ვიდეო დადე როგორც ვიცი 100 საათი ბოდიში 100 საათი საჭმლის გარეშე ხო ძალიან ისეთ ძიმე ჩელენჯია არაფრით არ ჩამოვარდება 75 hearts და ქვემოთ აღწერაში იქნება ლინკი სადაც შეგიძლიათ უყუროთ მაგ ვიდეო მომცა мотиваცია რომ ეს ვიდეო გადამეყო იმდენად მართლა თქვენთან შემო რამდენიმე კითხვა რაღაცა კითხვები არის რომელიც არ არის აუცილებელი იცოდეთ თქვენ პროფესიას შეეხება მაგრამ აი ესე შეეხება რა ეს მაქვს იმიტომ რომ თუ ცოტა ანერვიულდეთ შეგიძლიათ შეეხოთ ხელში ათამაშოთ დამებრუნოთ ვინც უფრო ანერვიულდება სწორი პასუხი არის 100 ლარი ვინც მოიგებს თამაშს საბოლოო ჯამში იმას გადაეცემა თანხა ვინც აგებს სასჯელი არის ეს არის თედო ჩვენი წინა მონაწილე გადავიღეთ ასტროლოგი versus ასტრონომი და წააგოთ თედომ და აგერ მოხდა ეს არის ნიტრატის ნიტრიტი წვანე გადავიდეთ პირველ რაუნდზე მე ჩემ ხელში მონტაჟით ახლა გაჩნდა ორი თეთრი ფურცელი რომელიც აქეთ ხარ ეს თეთრი აქეთ რაღაც ახატია თქვენ დააკრიდეთ ამ ფურცელს სანამ ამ ის ხმას არ გაიგებთ და უნდა თქვათ რომელი ცხოველის ძვალია ესეთი კოკიმ დაწერა უკვე უნდა დავწერო? დიახ შეგიძლიათ საუბრობ კოკი ან დამეხმარე ოღონდ უნდა მივხვდე რა დახატეთ მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ თუ მივხვდით რა არის ძროხა ჩლიკის გარეშე ძროხა ჩლიქები იყო რეალურად გვერდზე უნდა თვითონ არ აქვს ხო და გადაწყვეტილია შენ ვერ შეამჩნიე გვერდზე ედო და შენ პილოცავ მოიპოვე პირველი ქულა 100 ლარი გადმოგეცემა შენ როგორ ვერ შეამჩნიე ჩლიქები არ ქონდა ძროხას აგერითო ღორი არის მართლა ღორია არ არის ძროხა როგორ ვერ მიხვდით როგორ რა იცი ამ ხელა არის პერსპექტივაში რო გახედო მაღალია და განიერი სამწუხაროა ესენი აქ დავდოთ ვა კარგი შემდგომი ეს ჩემი არის უფრო მარტივია შემდგომი ფოტო არის ეს ეს მოლი კვაზიმოდო მე კვაზიმოდოს დავწერდი ცხოველია რომელიც ეხლა არ ცოცხლობს ხო ესე არ ცოცხლობს რას ნიშნავს გადაშენდა გადაშენდა სხვადასხვა თუ ზვიგენი არ განვითარებულა თუ რაღაც ეგეთი კომ დაწერა უკვე ანახე ძალიან მარტივია ჩემი აზრით ყველას ყავს ერთი ესეთი დედამიწაზე თქვენ რას ფიქრობთ ესე რა არის ყველამ თქვენი ვერსია მაინტერესებს რა არის ესა რა და მე კუო თქვა no nonsense ვიჯერა მეგობრებო მინიშნებას მოგცემთ დღეს არსებობს იჭმევა კი იჭმევა მაგრამ ესე თამამად არ იჭმევა რა მაგრამ იჭმევა რა კაი მინიშნება მივეც მოატრიალეთ თუ შეიძლება და ეს არის კურდღელი გეწერე ხო სწორი პასუხია კი კურდღელი იყო მეგობრებო კუ არისო შეიძლება დღელიც თქვა და ვერ გავიგე მე თავიდან თხუნელას ვფიქრობდი იმიტომ რომ აი ცხვირის სიმიდან გამომდინარე და კბილის წყობიდან გამომდინარე მეგონა თხუნელა თავიდან თქვენ გაქვთ 50 ვარი და არის ანგარიში 0.5-ით 0.5 იმიტომ რომ მე ორ ქულას ავწერ ერთი ქულა მაქვს თუ თითო იმაზე გასათამაშებლად და როდესაც ორივე სწორად წეს მაგრამ კოკიმ ჯერ არასწორი პასუხი დაწერა ამიტომ გილოცავ შენ გაქვს ერთი ქულა ერთი ნოს იგებს Mr. Nutrition შემდეგი ცხოველი გამოიყურება ასე ხორცის და ბეწვის გარეშე ბეწვი აქვს ყოფში ამას არ ვიცი ეს არის ჩემი საყვარელი ცხოველი ამ ცხოველის სტატუს გაკეთება მინდა რაღაც პონტში ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ეს ცხოველები ეს რომელი ეს აი ეს და ის ორი ის ორი დიახ რომელიღაცა სამყაროში სადაც ეგ სამყარო მგონი არ არსებობს
შექმნილი არის ვიღაცა ადამიანის მიერ. კოკი მლომიო დაწერა. შენ? მე ფილმში კურდღელი არ არის. მე ფილმში კურდღელი ეს სხვა მოთხოვნზე წავიდა, იქნებ ტარზანზე წავიდა, ანუ მაუგლიზე. დაწერია ექიმის კალიგრაფია, რო იცოდეთ, ზუსტად წაიკითხე ხომ პანტერა. მე წერია ვებხვი. პანტერა და ვებხვი, მე ვებხვი პანტერა. ახლოს იყავი პირველი ვერსია, რომელიც არ გეწერა. იმიტომ რომ ეს იყო ტაზმანიური ეშმაკი, მეგობრებო, ეს არის ავსტრალიური ტაზმანიური ეშმაკი იყო, ხო ტაზმანიური ეშმაკი იყო. დიახ, ეს არის ტაზმანიური ეშმაკი, რომელიც Looney Tunes-ში წარმოგიდგენია. ხო, შანსი არა გამოგეცნოთ. კი. ეს მაგიტო დავაკეთე, რომ ვერ გამოგეცნოთ, იმიტომ რომ ტაზმანიური ეშმაკზე მეორე ცხოველი მითხარი უარესი. გამოგონილ სამყაროზე წავედი იაღოვას სამყაროზე, სადაც ერთად ძოვენ ბალახს. ვებხვი ლომი და კურდღელი. ხოდა წამყაი თუ შეიძლება რომ ხელში ათამაშოთ ეს ჯგუფი. ჩვენი ახლობლის ძუძუა. წააგე ეს რაუნდი. ეს მოდი. იქ დავდოთ. მაინც რო არ თქვა, რომ შინაურიო და აი აფიდოს. კაი, პირველი რაუნდი გაიმარჯვე. 100 ლარით 0 ლარს უგებ. ეხლა შემოვა ისევ ფოტო, მოდი არ გავცდეთ, ფოტო შემოვა ისევ და ეს იქნება რაღაცა. რაღაც არის. კაცმარიცის რა არის? შეიძლება პლანეტა იყოს. მაგრამ თქვენ ხო სამედიცინო სფეროდან ხართ, რატო იქნება პლანეტა? ამიტომ აი ამ ფოტოები ნახეთ, თქვენ დააკვირდეთ და უნდა თქვათ რა არის ეს? ეს მიზუმებული გადრეაზე მეტად ალბათ რა. პილუს ერთი ქულა კოკი წააგე? არ ვიცით რა არის. შეიძლება კაქტუსია. შეიძლება მაგალითად მიზუმებულია ძალიან ძალიან. ვაუ. თოკო ხილსაც გავს რაღაცას. ნუ ეხმარებით ერთმანეთს თუ შეიძლება. მინიშნება არის ესეთი და გაძლევ შანსს რომ გადააკეთოთ. კიდევ ერთხელ? კრაკადილი გენა. კრაკადილი გენა? დიახ. ნახევრად კარგი ვარიანტია. მოატრიალეთ. კაი, მე მწერე ხვლიკი, ხვლიკი, დაზმებული ხვლიკი, ხო? ხვლიკზე რა და კრაკადილი გენა? არ ვიცი, აი შენ უფრო ახლოს ხარ სოკოსთან, მაგრამ პასუხი იყო ენა და კრაკადილი გ იყო. ზედმეტი და კრაკადილი გ ენა. ენა. ენა? უარ გადაო, ბიჭო. ენა არის დაზმებული. ვისი ენა არის დაზმებული? ესა მაია ასათიანის. სამწუხაროა, ვინმე ძალიან ხوار ნერვიულდით. მე მობილურში ხა ჩავთავ რაღაცას. ანა რაც გეჭდა მართლა შენს მომოსპიცო. კრაკადილი გენა გეჭდა. ალი როგორ ახარ? ხო, ახალი ამბავი მაქვს შენთვისაც, ხო. ამერიკან ექსპრესის ბარათის აღება მობილ ბანკიდან შეგიძლია ისე რომ სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდება. კი, ზუსტად მაგ ბარათის კინოებში როა, დიახ. თან ხო იცი რომ პირველ წელს საერთოდ უფასო ანუ ხო აქ ბარათებს გადასახადი და ამექსის ბარათს პირველ წელი უფასო. დიახ, ზუსტად. და თან ემარკულების დაგროვებაც შეგიძლია, იცი? ხო, ემარკულები რამდენს ერთი ემარკულა უდრის 3+ ქულას. ხო და რაღაც ელოდები მე შედი მობილ ბანკში აიღი ამექსის ბარათი და აგროვე ემარკულები. ხო. კარგად ეხა ვიდეო მიდის და ჩავჭერი შუაში და შენ გელაპარაკები დიახ, კი. კარგად. კაი, ჩუმად. თქვენ ეხლა მოусმენთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოусმენთ რაღაცის გატკაცუნების ხმას. თქვენ ერთ წუთში უნდა მითხრათ რისი გატკაცუნების ხმა. რა crazy გატკაცუნება იყო. გაუტკაცუნეს თუ გაიტკაცუნა? არ ვიცი. შემდგომ ვიდეოს ნახავთ, რა თქმა უნდა, რისი გატკაცუნებისაც იყო. დიახ. ყური. კარგი, მოატრიალეთ თუ შეიძლება. ფეხის ცერათიძეც ვიფიქრე, მაგრამ სამეგობრებო ცერათითი იყო, ოღონდ არა ფეხის, არამედ ხელის. ვიდეოს უყუროთ თუ შეიძლება. ანუ კოკი იმდენად არაადეკვატური პასუხი დაწერა, მგონი აი პროსტა სოციალური დახმარების პონჩი უნდა ჩაუჯალოთ გულად. ფეხი სატო დააყოლეთ თუ შეიძლება. კარგად კაცუნებს ეს მგონი. კი. თან დაჭიმულია ფეხსაცმელში. დიდხნიანი სიარულის მერე სახში რომ მიდიხარ, აი ფეხსაცმელს რომ გაიხდი, აი შენ გინდა გეთქვა დიდხნიანი სიარულის და ბანაობის შემდგომ. ანუ მექნებს დანდებით და თქვენგან იღებენ ყველაფერს რეკომენდაციად რო იცით და შენ რო სახში მიდიხარ და იგრევე
ფეხს ეხდი დაიგრევა, ცხელთიც ყიდებს. სანამ დაიკაცუნებ დაიბანე. გაკაცუნებამდე დაიბანე. კარგი, ანგარიშიათ, მოდი ჩავგვითვლი კულას, იმიტომ რომ უფრო ახლოს იყო. ლოგიკურია. თქვენ ორი თნოს უგებთ, ნუტრიციოლოგი, ტრავმატოლოგი უგებს ორი თნოს. ტრავმატოლოგი ხარ თუ დატრამული ხარ. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩემ სპეციალურად შექმნილი ამ გადაცემისთვის დაფით გავარ. ამ გადაცემისთვის შეიქმნა ჩვენ ეგეთი როჟები ვართ. თქვენთან არის 5-5 ნივთი კი არა რაღაცა პროდუქტი, რომელიც უნდა დაალაგოთ მარცხნიდან მარჯვნივ, ყველაზე შაქრიანიდან ყველაზე უშაქროს. აი აქ არის ყველაზე ნაკლები, აი აქ არის ყველაზე მეტი შაქრიანი. ეტიკეტზე კითხვა არ მოსულა, კაი, მე. არა, წაიკითხე კაცო ეტიკეტი, რა პრობლემაა. მარტო ერთს აწერია მე. ერთ არ აწერია რომ არ არის და всё. ოკეი. კარგი, რა მაინტერესებს კოკი, იცი? მე გითხრა რომ იქით ყველაზე ნაკლებ შაქრიანი თქო? იქით ყველა ბოდიში, მაპატია. კოკი, ხო გახსოვს, ანუ იქით ყველაზე ნაკლები. და თითო სწორი პასუხი არის თითო ქულა. იდოსიკა. აი. განათება დაგვაყდა, ხო? Просто ამაში არ ვარ დარწმუნებული რა. 100 გრამზე შეიძლება ამას უფრო მეტი კონდეს. ამაში ხარ დარწმუნებული რა, ხო? მარილში კი. და ძალიან ახლოს ხართ ორივე ერთმანეთთან. ხო გეგონა რომ სიმართლესთან თქვენ არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვართ ამაკელები ბიჭო. თქვენი არ მარილს დაგიდებდი. არა, ეს შაქარია! მარილის ყუჩი! პირველი არასწორია. გავაგრძელოთ. აღარ აქვს აზრი. აღარ აქვს აზრი, იმიტომ რომ ბიჭო, მანდ შაქარი. დაკვირვებოდით მეგობრებო. დარვინმა მომწერა, ყველაზე მაგარმა ბიოლოგმა. ამის მიმართულება. რა გაქვს მოწერილში ხო რა? პირველი უნდა ყოფილიყო კიტრი, მეორე უნდა ყოფილიყო ლიმონი. მე სტორი გაქვს, შენ ეს შეგეშალა, მაგრამ სტორი გაქვს. რაღაცნაირად. მეოთხე უნდა ყოფილიყო პური, არა, მეოთხე უნდა ყოფილიყო პასტა და მეხუთე უნდა ყოფილიყო მარილი, რომელიც არის შაქარის ნამდვილში. გილოცავ, შენ ისე მოიგეთ, 300 ლარზე ხარ მეგობარო, ასული 300 ლარად რეები მოგივა, იცი? გადავიდეთ ბოლო. ეხლა რაც გადაწყდება ბოლო ჩელენჯით არის ერთადერთი ალბათ ის, რომ 400 ლარით დაგტოვებს ჩვენი თორნიკე Mr. Nutrition, თუ დაგტოვებს 300 ლარით. თუ შეიძლება შემდეგი ტურის ის ამონათით. ჩვენთან შემოვა ერთი დამსახურებული ისტორიის მქონე ადამიანი, რომელსაც უნდა დაუმტკიცოთ თქვენ, რომელიც პროფესია არის უფრო მნიშვნელოვანი. თქვენ გეკნებათ თითო წუთი, ჯერ დამარცხებული. მოდი სტუმარს დავათხო. არა, ერთი წუთი. შენ გინდა რომ ბოლოს შენ ისინი გადაიმასქნა? ხრიკია. კარგი, დაგითმობს. კაი, მოდი. აგერ ეს ადამიანი გაიცანით სანამ თორნიკე. კონსტანტინე. სასიამოვნო დაჩი. ეხა შენ თორნიკე დარჩები და თორნიკე რაღაცას ეცდება რომ დაგარწმუნოს. შენ შენებური კრიტიკული აზროვნების საცერში გაატარე და შემდგომ მიიღე გადაწყვეტილება. დავტოვოთ კოტი ახალობა. ალე მოვალ დიდას ვიცავარ, არ გამორთოთ. ერთ წუთი მაქვს. დაჩი, რა გინდა რომ გამოხვიდე როგორ ეცდება? ფეხბურთელი. კაი, ეხა ნახე. ხო არ სულ რამე ხო არ ვთქვამს. ეხა შენ რა კოტი შეიძლება? ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია და ენერგიის ხონა. კოკი ერთ ტრავმატოლოგი. კოკის ენერგიის ხონა ხდება, რაღაც რომ მოგწყდება. რაღაცას რომ დაიზიანებ. ეხა ნახე. აი სპორტ რა არის ეს? ოი. ან სწორი ყვებით მე ენერგია გაქნება. ისე რომ არ დაეცემი და რამეს არ მოიწევ. აი რეებს ჭამ ხოლმე მითხარი? სასარგებლო რაღაცებს. ვინ მოწონს ყველაზე მეტად ფეხბურთელს? მესი. რო წაიქცევი, მე უფრო გიშველი თუ სტაფილო? მაგიტო ყვება არის უფრო მნიშვნელოვანი. საომავლოდ სამედიცინო სფეროში თუ აპირებ წასვლას, ტრავმატოლოგია, გელოდება, აქ ვარ და მე YouTube ლიგაზე მე და შენ ერთად მივცხოთ ხოლმე იქ წამოვაყინოთ დაცემულები, ვიღაცეები. хорошо? საკვები, გლუკოზა, ნახშირწყლები. ამიტომ ნუტრიციოლოგია ჯობია. შეიძლება ორივე დატოვეთ ხა თავრობა. და პოდიში.
მოусმენ ხო ორივეს? ორივეს გაიგე, რასაც გელაპარაკებოდნენ? ორივე გელაპარაკებოდა უბანძე რაღაცა დიდების თემაზე, რომელიც არავის არ გვაინტერესებს ცხოვრებაში. არა, არც მე არ ჩემ. მაგრამ აი ვისი ლაპარაკი უფრო, აი აქეთა ვინც გელაპარაკებოდა, ეგ უფრო კაი პროფესიისა თუ იქითა? თქვენი აზრი მაინტერესებს პირველ რიგში, თქვენი აზრით 300 ლარით დატოვებს ჩვენი Mr. Nutrition-ი, ჰამაკის ოფის თუ 400 ლარით რას ფიქრობ? მე 300 ლარით ვფიქრობ. რაღაცნაირად კოკის კომუნიკაციის უნარები. აი თქვენი ეს რა დიალოგი წავიდა რომ მე ვკითხე რომ რა როგორანაირად და თქვა რომ აი შენ ტრავმატოლოგი უკეთესი პროფესია ვიდრე აი ფეხბურთელი ვარ ყოფილიყო და მე საერთოდ გონია რომ არც ერთი არ დავევასეთ. არა დავასებით ეხლა მართლა არც ერთი არ დავასეთ დიდად. მაგრამ თქვენ არც ერთი პროფესია რა. ვისაუბრეთ ჩვენ ვისაუბრეთ სიმართლე რომ გითხრათ კოკისკენ იყო იმკურნალებსო და უფრო უკეთესი პროფესიაო მაგრამ როგორი რაღაც იყო იცი რომ მე უთხრა რომ მეთქი კოკი რომ გეტკინება მე რა გიმკურნალებს და ის ანუ არ დაგჭირდება ხო პრევენცია თქვი მე მივხვდი რომ რა პრევენცია და მე რომ ვისაუბრეთ და საბოლოოდ შევთანხმდით რომ ყველაზე კარგი პროფესია ადამიანმა ერთია იუთუბერობა მართლა ის არის რომ ანუ გეხმარება რომ არ დაგიზიანდეს და ეს არის რომ დაგიზიანდება მე გკურნავს ხო გავიგე მე იუთუბერი ვარ თუნდაც იუთუბერი გახდა იუთუბერობა გირჩენია ჩა მაგრამ მეგობრებო ისოეთ რომ არ არის აუცილებელი იუთუბერი პროფესიონალი იუთუბერი იყოს შეგიძლიათ იყოს ნუტრიციოლოგით შეგიძლია იყოს ტრავმატოლოგით და შეგიძლიათ ასევე იყოს ორივე საერთოდ იუთუბერებიც როგორც ეს ჩვენი ადამიანები არიან 2052 წლის 12 ოქტომბერს ჩაგერიცხება ჩემი და მის დაბადების დღეზე თანხა შენ უნდა ჩავერიცხო რა იცოდე იმიტომ რომ რომელი ბანკი? რა თქმა უნდა, სოფლიოში ყველაზე მაგარი მობილ ბანკით გადმოგირიცხავს თანხას, რომელიც არის საქართველოს ბანკის მობილ ბანკი. დაწერეთ კომენტარებში, ვინ შეეჯიბონ ერთმანეთს. მე მაქვს კარგი იდეა, პლასტიკური ქირურგი versus underground ქირურგი, აი გულებს რო აჭრისებს და რო ყიდის რა. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ნახვამდის მომავალ ანუ ძალიან თუ ხო ვარ მომავალ რო ვთქვი მარტო.